გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დიახ, მეც ვნახე მოკლე ვიდეოები, სადაც ჩვენი ყველაზე კარგი, ყველაზე ლამაზი ახალგაზრდობა წყობრი ნაბიჯით სეირნობს რუსთაველზე და სიმღერით იგინება. უყურებდი, ვისმენდი და მიხარო და ვის ყავს ახალგაზრდობა ჩვენისანა. აი სწორედ რომ ეს ახალგაზრდობა ახლავე უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ყველანი მელოდიურ ჰარმონიული გინების თანხლებით შევალთ ევროპაში. დიახ, შევალდა უკან უკვე აღარასდროს გამოვალთ. და ყველა ვიქნებით ბედნიერი, დასაქმებული და ახალგაზრდებისთვის მუდამ იქნება ყველა გზა ხსნილი და ხანში შესრულებისთვის კი გარანტირებული იქნება პატივისცემა და 800 евро პენსია, რომელსაც ბრიუსელი პირადად გადაგვიხდის. აფსუს ჩვენ თავის დროზე, როდესაც ვიყავით ახალგაზრდები, ამდენი ვერ გავთვალეთ, რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი მეობა და ადგილი მსოფლიო კულტურაში თურმე გინება ყოფილა. თანაც მრავალხმიანი გინება, მრავალხმიანობა ხომ სისხლში გვაქვს. და ახლა კი სერიოზულად ვიტყვი ერთ რამეს. გინება ახალგაზრდებო არასდროს იყო ქართული სულის გამოხატულება. ეს სწორედ რომ სლავური ეთნოსისთვის იყო დამახასიათებელი. სწორედ რომ რუსეთ, უკრაინა, ბელორუსში გინებას არანაირი რეაქცია არ მოყვებოდა. იქ ოფსენური, სკაბრეზული ლექსიკა სრულიად შეეული და ყოველდღიური ამბავი გახდათ. როდესაც პირველად მოვხდი რუსულენოვან საზოგადოებაში, მაშინ სრულიად განცვიფრებული ვიყავი თუ რამდენად იოლად და უშუალოდ ხმარობდნენ რუსულენოვნები უცენზურო სიტყვებს. ერთმანეთს ისეთი ლექსიკით მიმართავდნენ, როგორისთვისაც საქართველოში შეიძლება სისხლი დაღვრილიყო. და ეთქობა რუსეთმა მართლა იმარჯვა ჩვენზე, მაგრამ ყველაზე არა, სწორედ რომ იმ ნაწილზე, ვისთვისაც გინება მათი ყოველდღიური სასეირნო ლექსიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამავე დროს გავაფრთხილებდი ზოგიერთ ახალგაზრდას, რომ ცოტა ფრთხილად იგინონ, ცოტა ფრთხილად იყვნენ. ჯერ არაა ჩვენი ქვეყანა მთლად ისე წინწაწეული რუსეთისკენ, რომ თელმა მოსახლეობამ გაუგოს მათ და შეიძლება ვინმე ძველი ყაიდის და აღზრდის ადამიანმა ძველებურად გაიგოს ეს ტექსტები და ვინმეს რამე ატკინოს, თანაც ძალიან წარედ. და აი ისმის კითხვა, საიდან ასეთი ვერბალური აღვირახსნილობა, ასეთი სიტყვიერი აგრესია, ესეც გირჩი ჯაფარიძისა და დემოკრატიის შუქურა მიშას დამსახურებაა? ალბათ. პირადად მე ძალიან მეხამუშება, როდესაც ხედავ პატარა გოგოს ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ნაზსა და სიმპათიურს, რომელიც მოდის იღიმება, თვალებით სიხარულს აფრქვევს და ამ დროს მისი ლამაზი ბაგეებიდან ისეთი მამაპაპური სიბინძურე იფრქვევა, რომ ბებერ მეზურნესაც შეშურდება რამე რომ იყოს. უზრდელობა ცხოვრების ნორმად უკვე დაკანონდა? არ ვიცი. მაგრამ ეთყობა უზრდელობა, გინება, სკაბრეზი საერთაშორისო ურთიერთობის ნორმად უკვე იქცა და ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს. არ უნდა გვიკვირდეს და შევეგუოთ კიდეც, შევიყვაროთ და ნორმად ვაქციოთ. ამასთანავე დიდი ინტერესით უსმენდი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის გრძელ ინტერვიუს, რომელიც მან ბლოგერ ლექს ფრიდმანს მისცა. ოფიციალური ინტერვიუ იყო, რომელიც მთელ მსოფლიოზე იყო გათვლილი. ხოდა ამ ინტერვიუს დროს უკრაინის პრეზიდენტი არ ერიდებოდა ისეთ სიტყვებს, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები საჯაროდ არ იყენებენ. მინდოდა იმ ინტერვიუზეც მე თქვა 2-3 სიტყვა, მაგრამ მე გამახსენდა, რომ ეს ჩემ კომპეტენციაში არ შედის. ჩემ გარდა ბევრი ადამიანია, ვინც იმ ინტერვიუზე უფრო პროფესიონალურად ილაპარაკებს. ჩემი საქმე კი გვერდიდან დაკვირვება ამ მოვლენებზე და უცნობრებებზე ლაპარაკი. ერთს დავამატებ, თანაც დავამატებ ძალიან ფრთხილად. მომეჩვენა ზელენსკი რეალობისგან ცოტა არ იყოს მოწყვეტილია, თუმცა ისევ გავიმეორებ, ამაზე ძიმეწონიანმა ანალიტიკოსებმა ილაპარაკონ. მე კი ისევ უბრუნდები გინებას, როგორც არსებული ცხოვრების ახალ
წეს. უბრალოდ უბრუნდები კი არა, მოკლედ ვიტყვი, რომ გინება არის სუსტი და წაგებული ადამიანების ქმედება. გინება მონების ხვედრია. არ მახსოვს ვინ თქვა, რომ ვინც საკუთარ თავს თავისუფალ ადამიანად მიიჩნევს, ის არ ბილდს სიტყვაობს. აკადემიკოსმა დმიტრი ლიხაჩოვმა ერთხელ მოყვა, რომ სტალინის ლაგერებში ყველაზე ხშირად იმ ადამიანებს ხორეწდნენ, ვინც არ იგინებოდა, რადგან მათ ლაგერის უფროსობა უცხო ელემენტად მიიჩნევდა. და ბოლოს მაინტერესებს ბილდს სიტყვა ახალგაზრდების მშობლები როგორ აღიქვამენ თავიანთი ნაშიერების საქციელს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.